ჩვენ გვაქვს ექიმებს ვალდებულება, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ ყველა. თვითონ პატიმარიც, ასევე ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ის არ არის ჩვეულებრივი მოშიმშილე პატიმარი, მას აქვს რამდენიმე სერიოზული დაავადება, რომელიც ძალიან საშიშია შიმშილობასთან დაკავშირებით. სწრაფად არ მოხდეს ამ დაავადებების პროგრესირება და არ დადგეს ლეტალური, ფატალური გამოსავალი. ჩვენ გარდა იმისა, რომ დღეს მოვაწყოთ ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, კიდევ მრავალჯერ გავიმეორებთ ამას, გავაგებინებთ ყველას და ასევე მომზადებული გვაქვს წერილები უпростоრად, რომელსაც გავაგზავნით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართულებით. საქართველოში ბოლო პერიოდის მანძილზე განვითარებული მძიმე პოლიტიკური მოვლენების შედეგად არაერთხელ უხეშად დაირღვა თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და შეილახა საპროტესტო აქციებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მსგავსი პროცესის მსხვერპლი აღმოჩნდა 59 წლის თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი ქალი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იგი უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისას დააკავეს და უკვე მე-20 დღეა შიმშილობს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს. ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. შიმშილობა და მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების მოშლას. მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს ჰემოდინამიკური ცვლილებები, იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევის და ორგანული ცვლილებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა. იძულებული ვიყავით საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის სახელით და კერძოდ სამედიცინო მიმართულებით ჩვენი აკადემიკოსები გამოსულიყავით და გვეთქვა ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. მე მაქვს კონკრეტული შეკითხვები. გასაგებია, რომ პრესაში ვრცელდება, რომ მოშიმშილე პიროვნება არის ესე იგი დამაკმაყოფილებელი, არის ესე იგი თვითონ თავს გნობს კარგად, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ პროფესიონალებს გვაქვს გარკვეული შეკითხვები. ზუსტი პასუხით და შემდეგ ჩვენ გავაანალიზებთ ამ პასუხებზე. ავადმყოფი როგორ გნობს თავს, ეს ჩვენი შესაძლებელი იქნება და კოლეგების შესაძლებელი.